ჩვენს თაობას მაგალითად ახლა ესეც ძალიან გამოწვევა რა ჩემი აზრით, რომ ჩემს თაობას რადგან მეტად ჯიდნენ, მეტად უყვიროდნენ ასე შემდეგ, პირიქით მიაჩნია ბევრ მშობელს, რომ იცი რა არაფერზე აი ეს დაშლა, რასაც ქვია, მე არაფერს უშლი, მე არაფერს აქეთ პირიქით ვაკეთებთ შემდეგ. რომ ზუსტად ის არ იცის მერე ბავშვმა როგორ დაარეგულიროს ემოცია და თუ მას რაიმეზე უარი ხვდება შემდეგ, ან ხვდება წინაღობა ცხოვრებაში, ზუსტად აღარ არის განწყობილი, აღარ არის რეალურად რომ ჯანსაღი რეაქცია აღარ აქვს, იმიტომ რომ არ იცის. და ზუსტად ეს მშობლის გავლით უნდა მოხდეს, რომ იმან დაარეგულიროს რაღაცნაირად, როგორი რეაქცია ქონდეს, არც ძალიან მარტივად შეიძლება ის გაბრაზებაც გამოხატო ისე, რომ საერთოდ არ გქონდეს კივილ-წივილის და რაღაც საგნების სროლის საჭიროება. და ძალიან კარგად გრძნობენ ამას ბავშვები, აი მართლა გადასარევად გრძნობენ, იმიტომ რომ აი მეც მქონია რა შეხება, რომ დედიკო, აი გავჩუმებულ ვარ ხანდახან და დედა გაბრაზდი, გადასარევად ხვდება ბავშვი მაგდროს. სულ რომ არაფერი უთხრა შენი აი ძალიან ხშირად ამბობენ ახალშობილზეც რატო ხვდება, რომ დედა რო გადის ოთახიდან, ხო? ეს ხო არის რაღაც მისთვის ემოციური და სამყარო ასე ვთქვათ, იმის გავლით, მშობლის გავლით აღიქმება და ეს რაღაც ის რომ ჩვენც გავიზარდეთ და საერთოდ რეებს იგონებთ და სიტუაცია რომ მიმღებლობა არა გაქვს გაიაზრო, ან პირიქით მეორე უკიდურესობას აკეთებ, რომ იცი რა მე რომ მიშლიდნენ, მე არაფერს ვუშლი. მეორე მხრივ წირავ მე ბავშვს აქეთ სხვა ტრაუმებისთვის.